საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ-ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარე აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი სოსიაშვილი იქნება. საღამოშიდობის ბატონო გიორგი. საღამოშიდობის. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მე მინდა თქვენ და სრულიად საქართველოს მიულოცო გიორგობის დღესასწაული და უსურვა ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ყოველივე საუკეთესო და წმინდა გიორგის მფარველობა. მოდი დავიწყოთ, გადავიდეთ პოლიტიკურ თემებზე და დავიწყოთ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტით, რომელიც სინამდვილეში არის მტრული აქტი და მიუხედავად ამისა, და რატომ არის მტრული აქტი, ამაზე ვილაპარაკოთ გადაცემის მსვლელობისას, მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ გუშინ დაამტკიცა ეს აქტი და ცოტა ხნის წინ ჯო ვილსონმა გამოაქვეყნა სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ამ აქტის საფუძველზე სანქციები უნდა შეეხოთ. ამ სიაში არიან პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენებიც კი. მოკლედ, ძალიან არამეგობრული ნაბიჯია საქართველოსთან მიმართებაში. აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ ამ აქტს წინ ჯერ კიდევ აქვს პროცედურები გასავლელი იმისთვის, რომ კანონად იქცეს, ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს და თუ სენატი დაამტკიცებს, შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ეს არის აშკარად არამეგობრული ჟესტი, არამეგობრული საქციელი, ამიტომ მოდით შევაფასოთ ეს ასე ვთქვათ ნაბიჯი წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, როგორ შეიძლება გავიგოთ, რამდენი იყო აქ როლი უშუალოდ ჩვენი ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის და რამდენი იყო როლი უშუალოდ გლობალური deep state-ის და იმ ძალების, რომლებსაც დღემდე ვერ გადაუტანიათ ის, რომ ვერ მოახერხეს საქართველოს ომში ჩათრევა. მოგესალმებით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის. მეც მინდა შეუერთდეთ თქვენს მილოცვას და ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საზოგადოებას მინდა მიულოცო გიორგობის დღესასწაული, იმიტომ რომ ჩვენი განსაკუთრებული დღესასწაულია ჩვენთვის ქართველებისათვის, იმიტომ რომ წმინდა გიორგი არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და სიმართლის სიცრუეზე გამარჯვების სიმბოლო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ, გარკვეულ ექსკურსს გავაკეთებ, თუ რა უძღოდა წინ აი ამ მეგობარი აქტის სამზადის. თქვენ ძალიან სწორი შეფასება გააკეთეთ, ეს მტრული აქტი უწოდეთ და ეს არის პირდაპირ დემარში, მოდი ასე დავარქვათ, დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული დემარში, რომელიც პირდაპირ აი უხეში ჩარევა არის, ასე ვთქვათ, ჩვენი და პირდაპირ წაქეზება არის ამ რადიკალებისა, როგორღაც გამოაცოცხლონ ეს აგონიაში მყოფი რადიკალები, რომლებსაც არაფერი არ გამოუვიდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ჩამოშლის თვალსაზრისით ძალიან ბევრი მცდელობა ჰქონდა. ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას ადგილობრივი რადიკალებს გულისხმობ, რომლებიც იკვებებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში თავიანთი პატრონებისაგან. უზარმაზარი თანხა მოდიოდა მათ ანგარიშებზე, მათ ჯიბეები გაისქელეს აი ამ გრანტებით, ამ ჩამორიცხული თანხები და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, როდესაც ჩვენ დავაინიციირეთ ჯერ გამჭირვალობის კანონი, ჯერ კიდევ როდის, მაშინ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ასეთი ნებათაღელვა ამ ხალხში, იმიტომ რომ ბუნებრივია არავის არ სურდა რომ გამოაშკარავებულიყო საზოგადოების წინაშე. სინამდვილეში ეს იყო აგენტურული ძალა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ამ პატრონებს ამ აგენტურული ძალის მეშვეობით მართავდნენ ესენი ჩვენს ქვეყანას და ქვეყანა იყო მუდმივად აი ამ турბულენტურ რყევებში, მუდმივ ჯანჯღარში. და ქვეყანა ვერ ამოისუნთქა, მოდი პირდაპირ თქვა და დავარქვა თავის სათქმელი, ხო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენი ქვეყნის, ჩვენ რეალური დამოუკიდებლობა არ გქონია. მუდმივად ვიყავით აი ამ გარეძალების ჩარევების, ასე ვთქვათ, მომსწრენი და ხდებოდა ძალიან უხეშად ხელისფათური ჩვენ საშინაო საქმეებში და ამ ხელისფათური ხდებოდა აი ამ რადიკალების მიერ, ამ აგენტურული ძალების მიერ, იმიტომ რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. ყველაფერზე ხელის მომწერნი რო იტყვიან, ოღონდაც მათ დაფინანსება მიიღოთ და თავიანთი პატრონებისთვის აი კოჭი გაეგორებინათ რო იტყვიან და მათი ესენი ესიამოვნებინათ. თორე ეხლა რაზეც მიდის ამ მეგობარ აქტში საუბარი, რაღაცა ფსევდო რაღაცა გამოგონილი და რაღაცა სიცრუეს აფრქვევენ, ხო, ხა ბატონი ვილსონი, რომელიც გამოდის და რაღაცა
სისულელეებს აკეთებს განცხადებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ქართული ხალხის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და რა არის ახლა მთელი სიცრუის ტირაჟირება, რომ თითქოს ჩვენ რაღაც დემოკრატიას ვებძვით და ეს ადამიანები სადი როცა ქართული ადამიანის ღირსება ითელებოდა ფეხქვეშ, როცა ადამიანებს ასე აწამებდნენ, პატიმრებს ასე აუპატიურებდნენ, ოჯახებს ანგრევდნენ და ჩვენ აი საგამოძიებო კომისიას ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ყოველდღიურად და ხედავთ რამდენი გაწამებული და რამდენი გაუბედურებული ოჯახი გამოუაშკარავდა ხო აი ამ საგამოძიებო კომისიის მაშინ დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ საქართველოს. დემოკრატიის შუქურა ასეულდა. სად იყო ეს? როდესაც ესე იგი ჩვენ გვეძახიან ესენი პრორუსულ ძალას წარმოიდგინეთ და სად იყო ეს ხალხი, ეს ძალა, ეს ადამიანები, როცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჯერ ქართული ჯარი დაადანაშაულეს და ჩვენი საზოგადოება ამ ომის დაწყებაში აი ამ ნაცბანდაზე მაქვს საუბარი და შემდეგ ოკუპანტ სახელმწიფოს გადასცეს სტრატეგიული ობიექტები. უმნიშვნელოვანესი ობიექტები გადაეცა მათ მხრიდან აი მწვანეა უნთეს რომ იტყვიან და მე ხელაღებით ეპატიჟებოდნენ ჯერ ტურისტებს და მე ინვესტორებს საქართველოში. აი მაშინ ვის ამოუღია ხმა გახსოვთ თქვენ რომ რომელიმე ევროპელი ლიდერი გამოსული იყოს და დაეგმოს ნაციონალური მოძრაობის აი ნაცბანდის ბელადების ეს განცხადებები დესაქციელი არავის ხმა არ ამოუღია მაშინ იმიტომ რომ აწყობდათ მათთვის არაფერს არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ფასეულობები, ქართული ადამიანი იქნება თუ არა ამ ტრადიციებზე ორიენტირებული, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, თავარი მათთვის არის აი ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში ყავდეთ აქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს შეასრულებს. ყველაფერზე ხელის მომწერნი იქნებიან და ნებისმიერ სცენარისთვის იქნებიან ისინი მზად და ბატონ გიორგი კი ბატონო, აბსოლუტურად მოყვებით ამ ლოგიკაში და გეთანხმებით. ჯო ვილსონი ვინც არის ამ ესეც ვიცით, ისიც ვიცით რომ ძალიან ბევრი ფულსაც იღებს და ეს ყველაფერი ამერიკის ფარას კანონიდან ვიცით ჩვენ რომ საქართველოსდან ფულსაც იღებს ბევრი ამ ლობირებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა შეუძლებელია აქ არ შევნიშნოთ ის რომ 359 ხმით წარმომადგენელთა პალატაში როცა გადის რამე აქტი ეს ნიშნავს იმას რომ მარტო ჯო ვილსონიც არ არის. ამიტომ მოდი ახლა ასე დავსვათ კითხვა. ეს რისი მანიშნებელია? ეს არის იმის მანიშნებელი რომ პრეზიდენტი ტრამპი ჯერჯერობით ვერ ახერხებს deep state-ის დამარცხებას და ეს deep state-ი მათ შორის ორივე პალატაში ძალიან ჯერ კიდევ საკმაოდ ფესგადგმულია და ძლიერად არის წარმოდგენილი თუ რაღაც სხვას ნიშნავს. ანუ ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდოთ რას ველოდოთ მომავალში, თქვათ იგივე სენატისგან, თქვათ სენატი დაამტკიცებს თუ არ დაამტკიცებს, ეს საინტერესოა რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანია და მე თვითონ ტრამპი მოაწერს თუ არა ხელს. ბატონი ვილსონი ვის თქვენ ახსენეთ, ხო, რომელიც გამოირჩევა ასეთი ანტიქართული განცხადებებით, პირდაპირ შევაფასე. ეს არის ანტიქართული განცხადებები და ამ კაცმა ნამდვილად არ იცის და არც მისმა თანამოაზრეებმა არ ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავგადასავალი, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა ადამიანს საკითხული კონდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ქართული ხალხის სისხლით დაწერილი ისტორია, როგორ მოაღწიეთ 21 საუკუნემდე და ასეთი რაღაცა განცხადებებს აკეთებდეს ჩვენი მისამართით, ხო? წარმოდგენა არა აქვს რომელ ხალხს ელაპარაკობს. მას ჩვენი ხალხი გონია ის ნაცბანდა, რომელთანაც თავის დროზე კავშირი ჰქონდათ და აი ესე გაცვლა-გამოცვლა ჰქონდათ, რომ იტყვიან აღებიცემობა უბრალოდ გაჩაღებული. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ deep state რაღაცა მითიური არსება კი არ არის და ჩვენი რაღაცა შეთხსული და რაღაცა ზღაპრული პერსონაჟი კი არ არის. ეს არის საკმაოდ უსერიოზულესი ძალაა, რომელსაც ძალიან ბევრი რამე დაატრიალა მან სოფლიოში და გადახედეთ ახლა აღარ დავიწყებ ამ წიაღსვლებს, რაც მოხდა უკრაინაში და რა უბედურებას დაემართა ამ საცოდავ ხალხს, რა დღეშია უკრაინული საზოგადოება 100,000-ობით დაღუპული ადამიანი მიწაში ჩააწვინეს უამრავი ახალგაზრდა და ახალი თაობა მოსპეს პრაქტიკულად. ხო, და ახლა წარმოიდგინეთ რომ ეს ვილსონს ხო არ შეუძლია მარტო ამის ეკეთება. მის უკან დგას ძალიან სერიოზული ძალა და ამ ძალამ სოფლიოს მოახვია თავს ძალიან დიდი უბედურებები. და ბუნებრივია რომ ჩვენ გამოვთქვით ესეთი აზრი რომ ამ ძალის დამარცხება ესე მარტივი არ არის. ერთ დღეში და ორ დღეში deep state-ის დამარცხება, რომელსაც სოფლიოში ასეთი კატაკლიზმების გამოწვევა შეუძლია, პოლიტიკურ კატაკლიზმებს გულისხმობდა, აი ამ არეულობას და მობედურებას, ცხადია არ არის ესე მარტივი ამბავი და ამას დაჭირდებოდა გარკვეული დრო და ჩვენს ვიმედოვნებდით და ეხლაც ვიმედოვნებთ, პირდაპირ გეტყვით, რომ
ახალი ადმინისტრაციის პირობებში თუ ძველი ადმინისტრაცია მოგეხსენებათ რითიც გამოირჩეოდა ესე იგი სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და ჩვენ ნამდვილად გაცხადებული გვაქვს ჩვენი მიზნები რომ ჩვენი მთავარი ინიციატივა მთავარი გზა არის დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია მაგრამ ყოველდღე რო გამოდის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მუქარით გელაპარაკება და ყველა ორი სიტყვის შემდეგ შეშფოთებას და აღშფოთებას აყოლებს და ესე იგი ელევა აფათურებს ხელებს ჩვენ საშინაო საქმეებში გულისხმობ წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და იმედი ქონდა რომ აი ამ ადმინისტრაციის შეცვლის მერე რა თქმა უნდა გადაიდგმებოდა ეს ნაბიჯები იმიტომ რომ თვითონ ახალმა პრეზიდენტმაც განაცხადა რასაც ჩვენ უპირისპირდებოდით და რასაც ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენი თავარი მიზანი და ამოცანა იყო ხო ერთ-ერთი დაემთხვა მოდი ასე ვთქვათ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ასე ვთქვათ პროპაგანდის წინააღმდეგ შეზღუდვა ქალი-ქალია და კაცი-კაცია და მოგეხსენებათ რომ მან აკრძალა ქირურგიული ჩარევები და დონეზე განსაზღვრა რომ მხოლოდ ორის სქესი არსებობს ესე იგი ყველა სკოლაში დაფინანსება შეუწყეთ და განათლების სისტემაში დაფინანსება შეუწყდებოდა თუ ეს გაგრძელდებოდა და რაღაცა თავსმოხეული პროპაგანდა იქნებოდა აი ამ აღვირახსნელების აი ამ სიბინძურის მოდი ესე გარდა ამისა მშვიდობაზე ალბათ ქართული ოცნება და ტრამპი ლაპარაკობდნენ ყველაზე მეტ მშვიდობაზე პირველი ინიციატორი პრეზიდენტი ტრამპი იყო თუმცა როგორც გითხარით ეს ძალა საკმაოდ ფესვგადგმული ძალა არის ნახეთ ევროპის ქვეყნებში როგორ არიან მოკალათებულები და ახლა გერმანიასაც თუ შევეხებით და ვიტყვით რა მდგომარეობაში ჩააგდეს ის პარტია რომელმაც ხმა აღიმაღლა და გადაეღობა აი ამ deep state-ის აი ამ რაღაცა დემარშებს აკრძალვაზე დაიწყეს მის ლიკვიდაციაზე დაიწყეს საუბარი ამ გარდა ამისა შეგვიძლია საფრანგეთის ან რუმინეთის მაგალითის მოვიყვანოთ ხო ანუ წარმოიდგინეთ ესე აი მეტასტაზებივით არის ევროპისგან არაფერი არ გვიკვირს ანუ მე ისევ და ისევ მინდა ამ 359 ადამიანს დაუბრუნდე მოყვებით აბსოლუტურად მაგ ლოგიკაში და ვიცი რომ ქართული ოცნება ყოველთვის აცხადებდა იმას რომ deep state-ის დამარცხება თუნდაც დონალდ ტრამპისთვის არ იქნება მარტივი და არ იქნება ერთი და ორი დღის საქმე მაგრამ აი ეხლა როცა ვართ ფაქტის წინაშე როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ანუ ამ წუთისთვის მე ასეთი საბეჭდილება მრჩება რომ მინიმუმ ქვედა პალატაში წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მოწინააღმდეგე აი ამ გლობალური ომის პარტიის გავლენა არის ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი. და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, არ გამიკვირდება, რომ სენატმაც დაუჭიროს მხარი. ხო, წინასწარ მე ვერაფერს ვერ გეტყვით ახლა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამის თქვა შემიძლია, რომ მე ჩვენ ძალიან დიდი იმედებით უყურებ და ვაკვირდებით, მოდი ასე ვთქვათ, გავლენების განვითარებას. და ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, მოდი ასე ვთქვათ. აი როგორ წარიმართება და როგორ დაუჭერენ თუ არ დაუჭერენ ამ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აი ამ დოკუმენტს, აი ამ გამოსვლას, რომელიც გაცხადებულია აი ამ მტრულ აქტში, რომელშიც აი პირდაპირ სიცრუეა ისეთი ასე ვთქვათ, ცრუ ინფორმაციებით არის გაჯერებული და გაჟღენთილი, რომ მოკლედ რა ვიცი, ძალიან მარტივად ჩანს ყველაფერი, ხო, ხელის გულზეა. ასე რომ დაველოდოთ რა იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე როგორც კი მე წეგან ვახსენ, როგორც კი ახალი პრეზიდენტი მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს გულისხმობ, საპრეზიდენტო არჩევნებს. აი, ვიმეორებ, ერთ-ერთში დაემთხვა, ხო? ეროვნული ინტერესებზე ფიქრი, მშვიდობიან მსოფლიოზე ფიქრი და მშვიდობიანი მსოფლიოს დღის წესრიგზე ფიქრი. ტრადიციული ღირებულებებზე ორიენტირება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი და მეცაც გეტყვით, რომ აი გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენთან რო ატეხეს ერთი ვაი უშველებელი და გამოდიოდნენ ევროპელი ლიდერები და გმობდნენ და უკან გაიწვიეთ ეს კანონი და თითქოს ჩვენ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლება არ გვაქვს რომ ესე იგი გამჭვირვალე იყოს საქართველოში ჩამორიცხული უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული გარკვეული ფონდების საქმიანობა რომ ვიცოდეთ რას ხმარდება არავის არ აუკრძალავს არაფერი არც სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება არც განათლების სისტემაში არსებული გარკვეული პროექტების დაფინანსება. რა თავარი რა იყო, იცით რომ ამითი შეფუთული იყო, დიდწილად შეფუთული იყო ამ პროექტებით სამწუხაროდ ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის სამზადისი. და ესეც ხომ თვითონ ამერიკელებმაც არიარეს, თვითონ დახურეს. ანუ თუ კი ევროპაშივე ითხოვდნენ რიგ სახელმწიფოებში მიიღეს გამჭვირვალობის კანონი და
თუ ევროპის რიგ სახელმწიფოებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აუცილებელია და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ გამჭვირვალობის არსებობა კანონის, რომ ყველას ხელის გულზე არსებობდეს, სახელმწიფომ იარსებოს რყევის გარეშე და ამ დესტრუქციის გარეშე, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, აქ თურმე რუსულია თურმე ეს ამბავი. ერთგვარი რაღაცა სიტუაციური მოდელი შექმნეს, რომ აი მოსახლეობაზე გარკვეული ტვინში ჩალექილიყო, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე ემოქმედათ, აი ფსიქოლოგიური შტურმი მიეტანათ ერთგვარი იმისა, რომ აი ნახეთ როგორი რუსული ნარატივია, როგორი რუსული და ფინანსი არ გვაინტერესებს რუსული კანონია. ხო და აი ამას ვკითხულობ ზუსტად, რომ აი პრეზიდენტი ტრამპი რომელსაც ალბათ მე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აქვს ინფორმაცია საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების შესახებ და მათ შორის იმ დაპირისპირების შესახებაც, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენსა და ამერიკის წინა ადმინისტრაციას შორის, როგორ უნდა მოაწეროს ხელი ამ აქტს, მაშინ, როდესაც თვითონვე აღიარა ტრამპმა და მისმა მარჯვენა ხელმა მასკმა, რომ USAID და NED აფინანსებდა ყველაფერს იმის გარდა, რაც უნდა დაეფინანსებინა და დახურეს, თვითონ დახურეს ეს ორგანიზაციები. ანუ ფაქტიურად ამაზეა საუბარი, ორ მაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, რომ ფაქტიურად აღიარ, ხო, NED-ს თუ ხურავ, მაშინ როგორ უნდა გააკრიტიკოს საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, ხო? როცა ესე იგი ისინი მაშინ შენ გამოდის ხო რომ შენზე ადრე ამბობდნენ რომ აქედან წამოსული თანხა არ იხარჯება იმაში რაშიც უნდა დაიხარჯოს და აი რა ლოგიკით უნდა მოაწეროს არ მესმის ამბანური ჭეშმარიტებაა ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი რომ აი ხურა ორგანიზაციას რომელსაც არენდობი და რომელსაც თვლი რომ ეს ორგანიზაცია სოფლიოში რაღაც სიტუაციებს ურევდა და ამ ფინანსებს ხარჯავდა მოდი ესე ვთქვათ რაღაცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ამ დროს იმ ორგანიზაციის მიერ მოტანილ რაღაცა ფსევდო ინფორმაციას, ყალბ ინფორმაციას, სრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამზადებ რაღაცა ხურავ ორგანიზაციას იმისთვის რომ ესე იგი თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა და ამავე დროს ასე ვთქვათ სანქციებს უწესებს ქვეყანას იმისთვის რომ ის ითხოვდა ამ ორგანიზაციის ხარჯების გამჭვირვალობას. ანუ თვითონვე რაზეც გააჩერეს ამ ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამები რატომაც გააჩერეს გამჭვირვალობის მოთხოვნა იყო და ჩვენც იგივე კანონი შემოვიტანეთ სხვა ხო არაფერი. ხო და აი ამის გათვალისწინებით როგორ უნდა აი რა ლოგიკით უნდა შევიდეს ზალაში ეს აქტი. აი ხლა ვიგეტყვით აქტის ზალაში შევა თუ არ შევა პირდაპირ გეტყვით ამას არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს პირადად ჩემთვის როგორც ქართული მოქალაქისთვის იმიტომ რომ აქ საუბარი არის იმ აქტში სანქციებზე და თუ პრეზიდენტ სანქციების დაწესება უნდა ამ აქტის გარეშე შეუძლეს სანქციები დააწესოს არავინ არ შეუზღუდავს სამუფლებას მაგრამ ვიმეორებ თვითონ ბატონი პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტი იყო ამ უსამართლობის ასე ვთქვათ და ამ ბულინგის ქვეშ ამ ზეწოლის ქვეშ რასაც deep state-ის ბულინგი ქვია მთელი მის წინასაარჩევნო კამპანია გავიხსენოთ და რა ხდებოდა და როგორი შეტევები მისცინაოდა 4 წელი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხო მარტივი გასააზრებელია რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატს რო ესე ექცევიან ეს ასეთ რაღაცებს ბედავენ, ასეთ რაღაცებს აკეთებენ და პირდაპირ ტერორიზმზე გადადიან. ეხლა ამ პატარა სახელმწიფოში რა მდგომარეობა იქნებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში აი ამ აგენტურის ხელით როგორ მოქმედებდნენ და რას აკეთებდნენ და რა მდგომარეობამდე მიყავდათ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მე მაინც იმედი მაქვს და კიდევ იმორე გამოიკვეთება ძალიან კარგად მან თავიდანვე დაპირება მიცა ასეთი რომ ის დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებდა deep states და ყველა რგოლში და ყველა უწყებაშია ასე ვთქვათ გზას გადაუღობავდა აი ამ მსგავსობას deep state-ის მოქმედებას გულისხმობდა მე ფიქრობ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ ეს ესე იქნება ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნათლად დავინახავთ რასთან გვაქვს საქმე რაღაცა სახე იცვალა ამ deep state-მა რაღაც ახალი მოცემულობაა თუ რაღაცა თუ რასთანა გვაქვს საქმე ძალიან ახერხებს ტრამპი deep state-ის დამარცხებას თუ პირიქით ტრამპიც შეეწყა deep state-ს ორმაგი სტანდარტები ახსენეთ და ევროპა და არ შემიძლია ევროპის ამ კონკრეტულ შემთხვევაში IPP-ის ევროპის სახალხო პარტიის ორმაგი სტანდარტიც არ გავიხსენო ესე იგი ამ დღეებში ცნობილი გახდა რომ ევროპის სახალხო პარტია ევროკომისიას თხოვს გამჭვირვალობა უზრუნველყოს ესე იგი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და NGO-ების აქტიურად ჩართულობის გამო ლობისტურ საქმიანობაში ანუ და ეს არის ის IPP ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე რომელმაც ერთი კვირის წინ რეზოლუცია მიიღო, სადაც ესე იგი იმავე ბრჭყალებში რუსული კანონის გამო და ასევე სხვა
ბრჭყალებში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, რომელიც თითქოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, გადაიდგა, მოითხოვა ყველას და ყველაფრის დასანქცირება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და რა ვიცი, მოკლედ საერთოდ ქვეყნის დახურვა, საქართველოს დახურვას ითხოვს და ანუ ხო ფაქტია რომ ეს ორმაგი სტანდარტები უბრალოდ კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ რეალური მიზეზი არის არა ის რომ ვიღაცას თუნდაც ეჩვენება ან ვიღაცა თუნდაც მოატყუეს რომ საქართველოს დემოკრატია უკუსლას განიცდის. არავით რეალური მიზეზი არის ის რომ აი ამ გლობალურ deep states არ აწყობს ის კურსი რომელსაც ატარებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. მათ შორის იგივე მშვიდობის კურსი, იგივე ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციის კურსი და სხვა ის მთავარი, ასე ვთქვათ, აქცენტები, რომელიც დღეს არის გამოტანილი წინა პლანზე. მოდი ესეთ მარტივ და რიტორიკულ კითხვას დავსვა. რა უფრო გვერჩინა ჩვენო ჯო ვილსონს ჩვენთვის ტაში დაეკრა, ქედის მოხრით შეგვეგებოდა და მისი თანამოაზრეები და ჩვენი ქვეყანა გადაჭეხილიყო უბსკულში, თუ დღეს ესეთი განცხადებები გაეკეთებინა და ჩვენი ქვეყანა მყარად მდგარიყო და მშვიდობა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ჯო ვილსონის განცხადებებზე არავინ არ დადის და მის ჭკუაზე არავინ არ დადის, თავისთავად ცხადია. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა ახლა, ევროპის ჩვენი ბუნებრივი გზა ბატონ ზვიად არის ევროპაში ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ეს როდესაც ბატონმა პრემიერმა რომელიც ძალიან თავისი გამჭრიახი პოლიტიკით გამოირჩევა პირდაპირ ვიტყვი თქვა რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი რაღაცა წინასწარი დაბულინგება ჩვენ მოემზადებით ამისთვის და 2030 წლისთვის ჩვენ გვექნება გარკვეული სამზადისი რომ ნელ-ნელა ჩვენ გადავდგათ ეს ნაბიჯები და ჩვენი ბუნებრივი გზა გაცხადებული ბუნებრივი გზა არის ევროპაში გაწევრიანება. ეხლა უყურეთ თავგამოდებით ცდილობენ რომ ჩამოამსხვრიონ ევროპის იმიჯი. აი წარმოიდგინეთ, წეღანო დაასახელეთ ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე საუბრობდით, ხო? კი ბატონო. წარმოიდგინეთ რომ გამჭვირვალობას ითხოვენ იქ ევროპის სახელმწიფოებში და აქ მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენი ხანია უკვე ყვებავენ თავიანთ აგენტურას აი ამ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. აი წარმოიდგინეთ ძალიან მარტივად აი ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, ხო? როგორ მარტივად იკვეთება რასთანო გვაქვს საქმე, ესე იგი რომ ორმაგი სტანდარტი და ესე იგი შერჩევითი სამართალი. ძალიან მარტივად რო შევხედოთ რა. ანუ რაც ევროპისთვის არის აბსოლუტურად ბუნებრივი, სახელმწიფოებრივი, ევროპის განვითარებაზე მორგებული, ეს ჩვენთვის არ შეიძლება. ჩვენ ამაზე როგორ უნდა ამოვიღოთ ხმა? ვინ მოგცა მაგის უფლება რომ ამაზე ხმა ამოვიღოთ და ამაზე ჩვენ ისინი რუსულ კანონს გვეძახიან და რაღაცა კანონის უკან გათხოვას ითხოვენ. იცით რატო არის ეს ყველაფერი? ეს არის დაეჩვინენ. აი ამ აგენტურის პირობებში დაეჩვინენ მონურ მორჩილებას, ნებისმიერი ინიციატივა, რაც კი წამოვიდოდა იქიდან დაწყებული ოჯახური ღირებულებების წინააღმდეგ და უამრავი სხვადასხვა მოგეხსენებათ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდებოდა ათასობით საქართველოში და ძალიან მოდურად იყო გადაქცეული ქართული ეკლესიის ლანძღვა, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის წინააღმდეგ გარკვეული შტურმის მიტანა, წმინდა სინოდზე თავდასხმები, დოკუმენტური ფილმები გადაიღეს ჩვენს ეკლესიაზე. ქართული კაცო ეკლესია შეუგინებ. ქართული კაცო თავის ღირებულებებზე ფეხის დაბიჯებას აიძულებ. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. იმიტომ რომ 21 საუკუნემდე აი თამამად ვიტყვი რომ ჩვენ ძალიან ქარტეხილიანი გზა გავიარეთ. ქართველი ადამიანი პურზე და წყალზე შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ საკუთარ ღირსებას არ გაყიდა და არაფერზე არ გაცვლიდა. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ამ ადამიანებს ყავდათ აგენტურული ძალა, რომელსაც აი ამ თანხით, აი ამ მოსყიდვით ნებისმიერ საკითხზე ისინი თავს უქნებდნენ და ნებისმიერ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას იღებდნენ თავიანთი პატრონების სასარგებლოდ. აი ეს ვეღარ აიტანეს. როდესაც ქვეყანა რეალური დამოუკიდებლობის გზას დაადგა და ქართული ოცნება ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალუც რომ ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე და ორიენტირებული იყოს მის ეროვნულ ინტერესებზე და ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვი და ქართულმა კაცმა რომ საკუთარი სახე არ დაკარგოს და ისე განვითარდეს. ვისრათ უნდა მოდი პირდაპირ ვთქვათ, ან ხელოვნური ინტელექტი, ან რაიმე განვითარებაზე ლაპარაკი, თუ ჩვენ ეროვნულ სახეს დავგადოთ, თუ ჩვენ ენა არ გვექნება, სარწმუნოებას შეურაცხყოფენ, ქართული კაცი თუ საკუთარ ტრადიციებზე უარს იტყვის და საკუთარ მეზე თუ უარს იტყვის, წყარს წაუღია ყველაფერი. სარწმუნოებას და ტრადიციებზე უარის თქმაზე ესეთი განვითარებულ სამყაროში არსებობა, რომ ჩვენი არაფერი არ გქონდეს. ეს არის უბრალოდ გლობალიზაცია, როცა დაიწყო. გლობალიზაციას რა უნდა დაუპირისპირო, იცი? ფეხი უნდა აუწყო მსოფლიო პროცესებს, მაგრამ შენ უნდა გქონდეს მყარად უნდა იდგე ეროვნულ ნიადაგზე. აი ამ ეროვნულ ნიადაგზე დგომას არ პატიობენ ახლა ესენი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დაგვეკნია ჯო ვილსონებისთვის და მსგავსებისთვის თავი,
ქვეყანა უნდა ჩაგვერთო აი ამ საომარ კამპანიაში, რაშიც გახვიეს ამ უბედურებასა და ხათაბალაში ჩვენი ძვირფასი მეზობელი სახელმწიფო და აოხრებინეს ეს ტერიტორია რო იტყვიან და აი მაშინ ჩვენთვის და უარი უნდა გვეთქვა არც მეგობარი არც ის სრული აქტი გაკეთდებოდა და ტაშის კვირით შეგვეგებდნენ ყველა მათგანი კი ბატონო და გარდა ამისა უარი უნდა გვეთქვა სარწმუნოებაზე და ეროვნულ ტრადიციებზე ამ სარწმუნოების შეურაცხყოფაზე გავახსენდა მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ შევახსენოთ საზოგადოებას რა ვინ არიან რეალურად ისინი ვისაც გლობალური ომის პარტია მხარს უჭერს და ვისი მოყვანაც უნდათ ხელისუფლებაში მათ. აგერ თეატრში დაიდგა ასეთ რეჟისორი ყოლია, არც ვიცოდი, დათა თავაძე, რომელიც არის ჩართული აქტიურად აი ამ რადიკალურ საპროტესტო მოძრაობაში და დადგა სპექტაკლი თუ შეიძლება ამას უწოდოთ. სადაც შეურაცხყოფილია აბსოლუტურად ყველაფერი, რის შეურაცხყოფად შეიძლება და არ შეიძლება ქართული ტრადიცია, ქართული ეთიკა, ქართული ეკლესია, რა ვიცი, ალბათ უმეტესობამ ჩვენი მაყურებლისა იხილა კადრები ამ სპექტაკლიდან, ამიტომ მეც აღარ დავკონკრეტდები რა შინაარსის მატარებელი იყო ეს სპექტაკლი, მაგრამ უბრალოდ იმას მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი ასეთი ტიპის ადამიანებს ეყრდნობიან ისინი და ასეთი ტიპის ადამიანების მოყვანა უნდათ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ისინი არა მარტო ადგილობრივ ტრადიციებზე იტყვიან, ნუ არც, არამედ თქვენი თქმის არ იყოს ნებისმიერ ომში ასევე ძალიან მარტივად გაწირავენ იმ ქვეყანას, რომელიც არ უყვართ. რა თქმა უნდა, ეხლა სვეტი ცხოველი იქნება თუ არა მცხეთაში ძალიან არაღელვებს ეხლა ვირსონს და მისნაირებს ეხლა. ანდა ბატონ დათა თავაძეს თუნდაც. თუ შეიძლება პატარა კომენტარს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ეხლა ბძანეთ აი ამ თეატრთან დაკავშირებით, ხო, რაც რა უმსგავსებაც მოხდა. თავისუფლება და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს არ არის აღვირახსნილი ცხოვრება, და ეს არ არის ესეთი ბიწიერება, რასაც ჩვენ ხედავთ, ხო, და ყველაფერი აკეთო, რასაც დაავალებენ და რაც ხდება და ეს არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის ძალიან ცუდი რამ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, როგორ გაგვიცნოთ ჩვენ მსოფლიო? ჩვენი ხელოვნებით, ჩვენი სასცენო ხელოვნებით, ჩვენი ქართული ხალხური ცეკვებით და მახსენდება, როცა გრიგოლ უბაქიძე მიხილა სუხიშვილების ჩასული ანსამბლი დარბაზში ქაღალდზე მიაწერა ქართული გენია როკვაში გამფენილიო. ჩვენი ქართულობა გაიცნო მსოფლიომ ჩვენი ძალიან დიდი კულტურით, სასცენო ხელოვნებით ვიმეორებთ, ცეკვით, სიმღერით, ჩვენი განსაკუთრებული პოლიფონიით და ასე შემდეგ, ჩვენი მწერლობით. ხო, საოცარი ჩვენი კულტურით და ეხლა რა ხდება, წარმოვიდგინეთ, რომ ქართული ადამიანი ჩოხა ახალუხით გამოდიოდა უცხოეთის სცენებზე და თავს აწონებდა, ესე იგი, თავისი უზარმაზარი ამ ტრადიციული კულტურით და ცეკვით და დღეს ქართულ სცენაზე რას იბინძურეს ვაწყდებით და მეცაც გეტყვით, რომ ქართული თეატრის შეურაცხყოფა, ქართული თეატრალური ხელოვნების შეურაცხყოფა და მთელი ქართული კულტურის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეხლა მე ფრაგმენტებს ბუნებრივია ბოლომდე არ შემეძლო მაგის სინახვა და გეტყვით, რომ ქართული თეატრიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ადარაჯოზე. აი გეტყვით 1880-იან წლებში ასეთი დადგმა იყო სამშობლო და მაშინ გამოიტანეს ქართველებმა დროშა ამ სასცენო წარმოდგენის მერე და აი ამ დროშასო დაცინეს მაშინდელმა აი ამ ცარიზმის ასე ვთქვათ მსახურებმა, ამას მოყვა სერიოზული რეაქცია ქართველებისაგან და კიდევ უფრო მეცაც გეტყვით, რომ რამდენიმე საუკუნის წინ არსებობდა მეფის კარის სახიობა თეატრი და ამ სახიობის, ანუ მეფის კარის თეატრის ხელმძღვანელი კრწანისის ომში დაიღუპა მაჩაბელა, რომელიც აი საოცარი ეპიზოდი შეიძლება წარმოადგინოს კაცმა და დღეს რას ვხედავთ? ეროვნული ინტერესების ადარაჯოზე კი არ დგანან აი ამ გაურკვეველი ძალების დაფინანსებით და მათ აი რასაც ეტყვიან იქიდან იმას აკეთებენ და ოღონდაც ამ ტრადიციებს შეუტიონ, ოღონდაც რაღაცა სიბინძური აფრქვიონ, სარწმუნოება მიაყენონ შეურაცხყოფა, ჩვენი წინაპრების აი წარმოიდგინეთ რასთანა გვაქვს საქმე და მაგითო ვახსენებ მეც ახლა წითელი ხაზი, რომ ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი. გამორიცხული არის ახლა ქართულმა ადამიანმა აი ამ ყველაფერზე არ ქონდეს ძალიან მკაცრი რეაქცია და მკაცრი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენთვის როგორც რიგითი ქართველისთვის არის შეურაცხყოფაზე მეტი. იმიტომ რომ გინება არის ჩვენი ქართული სულიერების ეს ყველაფერი და ბუნებრივია ხედავთ ახლა ასეთი ძალები დაძრწიან და ზედათ ასეთ ძალებს ებღაუჭებიან ისინი და ცდილობენ ახლა ამ მტრული აქტის მიღებითაც რომ რაღაც გარკვეული ხელოვნური სუნთქვა გაუკეთონ ამათ და როგორღაც გამოაცოცხლონ ესენი, მაგრამ ახლა პულსი აღარ ესინჯებათ, ხო ხედავთ როგორ არიან ახლა ერთმანეთში ვერ გარკვეულან და
რა აი დამოკიდებულება ასეთი პერფორმანსებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და ასე ვთქვათ აქტუალობის შენარჩუნებას. აქვე მინდა დავამატო, რომ დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ბატონი დათა თავაძე არ წარმოადგენს ერთპიროვნულად ქართულ თეატრს და ქართულ თეატრში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საბედნიეროდ და ყოველთვის იქნება დარწმუნებული ვარ, რომლებიც არ მოაწერენ ხელს აი ასეთი სიბინძურის სპექტაკლად გასაღებაზე. რომელსაც ყავს რუბიკოს ტურუა და ქართული თეატრის აი ამ ძალებმა, ჯანსაღმა ძალებმა, მე ხედულობაში მყავს მართლა დიდი ადამიანები, ჩვენი სასცენო ხელოვნების ხმა უნდა აღიმაღლონ აი ამ აღვირახსნილების და აი ამ მსგავსობის აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს არის შეურაცხყოფა. ამოიწურა ფაქტობრივად. აბსოლუტურად გეთანხმებით, სხვათა შორის ძალიან საინტერესო იქნება თეატრალური საზოგადოების რეაქცია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ანალიზისთვის, შეფასებებისთვის და კომენტარებისთვის. გიორგი სოსიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.